დაუბრუნდეთ თქვენ მეუფება. ერთად. და მეუფება პეტრე პავლეს მარხვა დაიწყო და სანამ ამასაც განვიხილავთ და ვიტყოდეთ ამ მარხვაზე ორი-ოც სიტყვას. შაბათს იყო ძალიან სახარება და იგი გამოცემა ყოველთვის ყველა საინტერესოა მეუფება, მაგრამ აი განსაკუთრებით მაგალითად ის რომ თუ ვინმე მოვა შენთან სესხებად, მიეცი დაეხმარე, მტერიც რომ იყოს, დაეხმარე და მერე რომ აბოს როგორც მამავა მზე ამოდის ცოდულთათვის და მართალთათვისო და შემდეგ ბოლოს შაბათს გიყვარდეს მტერი თქვენი. ასევე კვირის ახარება, ვისაც უყვარს მამა, დედა, აი ამას რო შევეხოთ და ვისაუბროთ მე. დიახ. ნუ და ჩვენ განვასხვაოთ ზნეობრივი კანონები და სულიერი კანონები. ისინი ერთმანეთს არ იწინააღმდეგებიან. მაგრამ არის რომელი უპირატესია და რომელია საფუძველი სხვა დანარჩენი პრინციპების. ცხადია, მაცხვარი მოგვიწოდებს რომ ვიყოთ მიუკერძებელნი და ამ მიუკერძებლობა გამოიხატება იმაში, რომ არ აღნიშნავს ვინ გთხოვს შენ, გთხოვს თუ შეგიძლია დახმარება და ეხმარე. და უკანონო ითხოვ და დაგიბრუნოს ეს თანხა. ანუ სესხით კი არ მისცე. ზღნათ საჩუქრად მიეცი და იმას თუ აქვს საშუალება რომ მე მადლობა გადაგიხადოს, რა ფორმით შეუძლია სიტყვიერად, ფულადად, ნივთიერად, სხვა რამე სახით, უკვე მისი საქმე არის. ანუ თქვენ იყავით ღვთისმშობლის მართავნი, მოწყალენი იყავითო. და შესაძლოა ფარგლებში გავხდეთ. აიტომ ყველაზე ასეთ პოლარიზებული ვთქვათ, გამოვლენა ამის არის. ნუ როდესაც გიყავით ტერი თქვენი. რაში ის გიყავით ტერი თქვენი? ის კი არა რომ თავი მოაკლევინო, ოჯახი გაგინადგუროს, სახლი დაგინგრიოს. არა. სიყვარული ტრისა გულისხმობს იმას, რომ ის მტერიც ადამიანია. ის ხის ხატების ამ შექმნილია. ის მოტოდებულია სასოფლოში მოსვლისათვის. და აი სიყვარული არის შენი მხრიდან როგორ მოიქცე, რომ იმას დაანახო გზასასვლელისკენ. სიტყვა ხშირად არ განსაზღვრავს ამას. პირადი მაგალითი. ან მაგალითი ის, რომ შეურაცხყოფაზე შეურაცხყოფთ არ პასუხობ. ბორდებს არ პასუხობ. პირიქით თუ გაქვს საშუალება იმის იქეთ გავუკეთე, რომ იმ ადამიანსაც აქვს გულში სილის ხმა დამდებული ღვთისგან და ჯერ გაბრაზდება. შენ მას აჩვენებ მაგალითს უპირატესობის. შენ ხარ უპირატესი. შენ ბდიცულოვანი ხარ. შენ შეგიძლია მოითმინო და ბოროტებას იქეთ უპასუხო. მაგრამ მე შეიძლება შეცხეს მას და დაინახოს თავისი ინაკოვნება და რაღაცეთ გულში შეინანოს და შეწყდეს ეს უსამართლო ქმედება. შეიძლება. მაგრამ ჩვენ ვართ მოტოდებული ღვთის მიერ სასופლისგან. ღვთის გავსების მიღწევისგან მოტოდებული თავიდანვე ხატების და მსგავსებისამე ღვთის შექმნა და მსგავსი ღვთის ანიშნა და იმას გულისხმობს, რომ სათნოებათა ერთობლიობა რაც ღმერთში არის, შენშიც გამოისახოს. ხო და ამიტომ გეუბნება, რომ იყავს ტერი შენ. ტერი ვინ არის, ვინც არ ბოროტებას იკეთებს. მაგრამ ორნაირი მტერი არის. ამ შეიძლება მრავალნაირი მტერი, მაგრამ ორი მაინც ნამდვილად იკვეთება. არის მტერი, ამას
შეიძლება შენი წარმატების, შენი ნიჭის, შენი ქონების, შენი თანამდებობის და უნდა რომ მას ჰქონდეს ის და ამიტომ არ უნდა დაგართვას, არ ხელი შეგიშალოს, შენ არ წინ დახრი და თვითონ დავიდეს და წინ დაგწამოსე და შემდეგ ხო შეიძლება ეს ტერი. მაგრამ ამის უკან დგას მასური ძალა. ეს ვაკეთებს. ის კარ ნახავს ამას. რატო კარ ნახავს? რომ შენ არ იარო ღვთისგზით. იმის იგებს კი არ ზრუნავს. არა. იმას გონია რომ რაღაცას მოიპოვებს ამით და აკეთებს. ესეც ცოდვა ის ადამიანი. ახიშია გაბმული ის და რომ როგორც მრავალნებულ იობს. ჯერ ქონება დაკარგა, საქონელი მისი, ამაზე გაიტაცეს და მე რაღაცა დაიწვა, მე შვილები დაიხოცა, მე თვითონ დასნეულდა. აი, ცდილობს რომ ბოროტი სიტყვა თქვენოს. რომ უარი თქვას ღმერთზე. ან დაგმოს და ცოლმა თუ უთხრა. ხედავ რა გიქნა ღმერთმა. დაგმეო. არა. შიშველი მოვიდა ქვეყანაზე, შიშველი წავალ ქვეყანიდან. უთხრა სახელი მისი ამინენ დაგონისამდე. აი პასუხი მორწმუნე ადამიანის. და უფალმა მას აღუდგინა ყველაფერი. სიმდიდრეც, ახლით არის, შვილებით მისცა კვლავ და აი ამას გეუბნება. წერილია ვალნებული იობის მაგალითზე, რომ როგორ შეხვდა განსასწრებს. ვინ არის ახლა იობის მტერი შემთხვევაში? ეს ფაქტია. რა არის მის მიზანი? შენი ხონებს არცმე კი არა, რომ შეხმესი დაგმო. ცუდი გათქმევას დიახ. უარი გათქმევას, უარი თქვა რწმენაზე. და ესე. ავიდან უფალი გეუბნება, რომ საზომი თქვენი სულიერ მდგომარეობას არის, რომ შეგიძლია თუ არა წერს გიყვარდეს, ანუ ვინც ბოროტოს იკეთებს, იმას იკეთებს უპასუხო. შეგიძლია თუ არა. და შეიძლება გააკეთო, მაგრამ ან ნანობდე, ან ელოდები რომ ხე საფრთხეს იკეთ გააკეთებს, მაშინ გირიგდება. სწორად არა უცნები, იმიტომ რომ იმას თუ მასური ამოდრებს და ის მასურს ემორჩილება, ახალ უარეს კიდე რასაც გიწევს. და რომ გონია რომ შენ თვალთ მაგცობ. აი მახსენდება გრისი მამის საბაგატოების ცხოვრებიდან ეს ეპიზოდი, როცა თუ მის გაშუქებას საზმო შემოიკრიბა. ჯერ მარტო იყო. ჯერ ერთი მოვიდა, მეორე მოვიდა, შემდეგ კელიებზე და გამრავდნენ. და ბოლოს მოვიდნენ, ესე იგი, წიგნიერი ადამიანები, წიგნი განათლება ისეთ ჰქონდა, ისეთ ეგონა, რომ აი, ნუ საბაგატოები უბრალოდ კაცია და წიგნიერი არ არის და ისე რაღაცას გონი როლს ასრულებს, ვითომ კეთილი არის, ვითომ შეიძლება დაიწყეს მისი განკითხვა. შემიწროება და ამაზე უპასუხო ვიცი წავიდა დატომა. თავის დასრულებული მონასტერი აუტო, არ თქვენი იყო და წავიდა. რატო? რომ მას ყავდათ ეს მომხრეები და არ უნდა ყოველ გახეთრი ყოფილიყო მონასტერში. წავიდა, მაგრამ მე უფრო განაგო სხვაგვარად. დააბრუნა მონასტერშიც და პატრიარქმა უთხრა, რომ საბა მოვიდა თქვენთან თუ თქვენ მოხვით საბასთანო? კი, ჩვენ მოვიდით საბასთან, საბა იყო. თუ საბა იყო, თქვენ მოხვით, არა მოხვით საბა და თქვენსგანაც. მარტო თუ პასუხა. მას ხოთარი თქვა. რა ის ატო წავიდაო. თქვენ ვერც მიხდით. იმას ეჩინო თქვენ შედობა ყოფილიყო. და იმან ჯვარი იტვირთა, თქვენ ვერ დაინახეთ. ყველა სულიერი სიმაღლეა მეუფე. აი, გაქა ცხოვრებაში ცოცხალი მაგალითები. სიტყვების ეს არ არის ლიტონის სიტყვა. ნუ არა თუ მათხოვრის ცხოვრება და ბოლოს ცილისთანობა და გოლგოთა, მაგრამ ამას მოყვა ადგომა. დეთ ადგომა. ძლიერ სიკვდილზე. და მზადება უფლისმეოდ მოსვლისათვის. აი ეს არის ერთ-ერთი ლაიტმოტივი სახარების ეს ვთქვათ. შეგითხვა მაგეთი თუ შეიძლება რომ განვავრცოთ უფრო ეს თემა.
აი, ბევრი ადამიანი ვერ გებულობს, აი, გიყვარდეს მტერი შენი. აქ არ იგულისხმება, რომელიც მოდის და ოჯახს გიძიოგებს. სამშობლოს ორი მტერი ეშმაკია. ხო. მაშინ როგორ მოვიქცეთო იტყვიან ესენი, თუ ის მოდის და ჩემ ოჯახს აწიოგებს, როგორ მიყვარდესო და? ხო. ნუ ხოდა სხვადასხვა მტერი არის. ჩემო იმ სულიერ მტერს რომელსაც შენ ღვთისგან გადაყენოს. შენ დაგმო, უარი თქვა, დაკარგო რწმენა და ამ სოფლის ხორით იცხოვრო. და ნუ ამ სოფლის ხორით ხო, მაშინ აჰა, შენ ჩემ წინას მოვედი, მაშინ მე შენ წინას მოვდივარ და შენ მე საღდამიგრე, მე შენ საღდამიგრე, ორ საღდამიგრე სამაგერ. შენ სოფლში გამიწოდე, მე შენს ყველა ნაცნობ გაგიწოდებ და აი ესე ხდება გამრავლება ბოროტების ქვეყანაზე. ჩვენ ხედავთ სოფლიოში ომები რო ხდება, რის გამო ხდება ომები? რომ უპიატესი აღმოჩნდეს რომელიღაც ან ის ან ეს. რომ ის ბატონობის ქვეყანაზე და შენ დაგემორჩილოს. ან წიაღისეული წაიღოს. შენ წიაღისეული წაიღოს, ან რაღაცაც შეშურდა შენი. ან მოთო შენ მას დაემორჩილ და ემონა და ეს ის მასტურისგან არის. მახსენდება ეს 93 წელი, 1993 წელი და თესალონიკში იყო ესეთი შეკრება მართლმსაჯულების საპარლამენტო და საეკლესიო დელეგაციების შეკრება. და ახეთ მოტივი და მიზანი იყო რომ ჩვენ დავანახოთ სოფლის მართლმადიდებლობა, ვის არავის წინამდე არ არის. აი თქვათ, არის ძალები, რომელიც ეწინააღმდეგება მართლ ქვეყნებს, სხვადასხვა მოტივით. და ნუ ჩამოთვალეს ზოგიერთებმა, აი ეს ათეისტები და ბოლშევიკებიო, ზოგი ამას არა მასონებიო, ზოგი კიდე აბრალებს ის რუსებიო თუ ინგლისელებიო და ასები არიან. ხო. და ნუ თავის გამოსვლებში რაღაცა მიზეზს იწევენ. ადგა ერთი ათონიდან ჩამოსული ბერი, რომელიც პროგრამის მიხედვით არც მოწეული იყო და არც სიტყვის თქვა უფლება ჰქონდა. თქვენო, აქო ყველა ისა ჩამოთვალეთ კარგათო. ათეისტი ბოლშევიკებიო, იქ კათოლიკებიო, იქ პროტესტანტებიო, იქ მასონებიო. თავი მტერი დაგავიწყდათო. ხო დარბაზი ვიზირგუნის ხოშა. ეშმაკე დაგავიწყდათო. ის აწყობს ამას ყველაფერს. რომ თქვენ ღვთისგან გადახვიდეთო და თქვენს ვიღაცას დაუპირისპირდეთო და არაო. არის დაუპირისპირდეთ. იყავით ქრისტიანი, მართლმადიდებლები იყავით. ეს სოფელი მუსაიან ავკარნახით მასურის. სხვადასხვა სახის ფორმის იქნება, მაგრამ მიზანი ერთი არის. რომ შური დაითესოს ადამიანებს შორის, დიახ. და რატო? ჩვენი გულისის კი არა. ჩვენი საშუალებით ის ღმერთს უპირისპირდება და ჩვენ ღვთის ხატების ვარ შექმნილი. რომ აი მრავლნებული იობის წინ შესაძლოა ისეთ სიტყვა რომ ისო ქვეყანაზეო შენ არავის არ უყარხარო ეშმაკი უბრალოდ ღმერთსო. არავინ არა შენი მომხრეო და როცა უთხრა არა ერთი ადამიანი არის ერთი როგორ მნიშვნელოვანია ეს იობი მართალიო და მომიცი ხელში და ნახაო როგორი შენი მართალი არის ერთგულია და აი ესია ხო ვიღაცა მოძალადეა ვიღაცა მსხვერპლი ძალადობის მაგრამ ეს არის რომ ძალოსხება ძალას მიმართოს და აქეთ დაზიანოს. ხო, აი, ამიტომ მithოდეთ მაშინ თქვენ ახსენეთ კვირა დღის სახარება. იქ არის საოცარი სიტყვები. რომ უფალიანსოთ ვისაც უყურებ მე უარყოს ამ დედა თავისი
და ძმა თორიშვილი საკუთარი თავი და შემოდესმე გაშენს ვარყოს მამა დედა და ძმა თორიშვილი საკუთარი თავი და შემოდესმე და ხო ვიტყვით იგივე არის როგორ თუ ცებას გავს პატივის მამას და დედას როგორ უნდა უარყო დედა და მამა გეუბნება არა დედა და მამა ისიც ადამიანია იმასთან დაცემულობა აქვს და შეიძლება მან რაღაცა მოგიწოდოს რაღაც საქმისაკენ რომელიც შენთვის დაგუპელია სულიერად და მაშინ არჩევანს აკეთებ რა არის უფალმესი კი არ თქვა ესე თქვა უფალმა და ნუ უფალებს ისე შევასრულებ ამიტომ რა თქვა მე რომ თუ ვინმე დედან მამა უყვარს ჩემზე მეტად არა ჩემი ღირსი არ არის დაძმა თუ ჩემზე მეტ უყვარს არა ჩემი ღირსია და თულდაშვილი თუ ჩემზე მეტ უყვარს არა ჩემი ღირსია რა უფალი გიჭირება არა ეუბნება რომ სისავსე სრულყოფილებისა ღმერთში არის გინდა შენსო მაშინ უფალს უნდა უსმინო და შეასრულო მისი სიტყვების ნება და უცოდვილი ქვეყანა არავინ არ არის კი მე მიყვარს ჩემი მშობელი მე მიყვარს ჩემი და-ძმა მე მიყვარს ჩემი ცოლ-შვილი მიყვარს ჩემი მეგობრები მაგრამ მე თუ მორწმუნე ვარ და ჭეშმარიტად მიყვარს ღმერთი ჭეშმარიტი ღმერთი მიყვარს ნუ მცნებები ჯული რომ ჩემთვის გარდამოვიდა ზესთან ქვეყანაზე და იმდრო თავით და ჯოჯოხებს თავიდა და აღდამტვით ამოდეს და მომავალ და მეორე მოსისას საკუთარ ათქობისას განშის ქვეყანას ის მოგიწოდებს როგორც ავაზაკს უთხრა დღეს იქნებ ჩემთან სამოთხეშია ავაზაკს რომ ირწმუნა უფალი და რომ აღიარა თვითონ დამნაშავეა და ხანარი სხვა მეორე ავაზაკს უთხრა რომ რატო მოფო ჩვენ სამართლით ვისჯებითო რა აღიარეს ან დაძლია თავის ადამიანს სისუსტე კი არ გამწარდა არამედ დამდავდა აი ასე უფალი რომ აი დამდავდები რა ჩემთან იქნები ნუ ფოლეთამდაბალი და ეს ორი სახარება ერთმანეთს ავსებს ისეთი მაგრამ ეს ისეთი მაღალი საფეხურია რომ უმრავლესობას შეუძლებლად წარმოადგენს უჭირს გაგება და ამის გაგება ნიშნავს მოწოდებას შენც ესე გახდი და თუ არ გინდა მაშინ და არა ეს რო შეიძლება რომ დედა და მამა არ გიყვარდესო არ უფალი არ გეუბნება მაგრამ დედას და მამაც ხო ღვთისგან აქვს მოცემული და შენ დედა შვილები ხო ღვთისგან აქვს მოცემული არა ვინც არის წყარო ცხოვრებისა ვინც არის შემოქმედება ქვეყანისა მისგან არის ყველაფერი მისგან არის და მოდი თუ მას ენდობი თუ იქ წამს მაშინ ის სიტყვა წინ დააყენე აი და იზურე შენი მამისის თუ დედისის რომ არ არის ეკლესიური არ არის მორწმუნე ეგ შენი მაგალითად ცხოვრების მოთმინებით პატივით ერთგულებით სიყვარულით მორჩილებით თანდაბლობით მოაქციო და იმანაც გაიღვიძოს თქვენი მეუფება აი ამასთან დაკავშირებით ერთი შეკითხვა მაგარ ალბათ ბევრ ადამიანს აქვს ეს შეკითხვა აი მაგალითად ყავს ისეთი ცოლი იშვიათად მაგრამ თქვა ქმარი ისეთი ყავს რომელიც უშლის ტაძარში სიარულს და სულად მოიხსენიებს სასულიერობებს ეკლესიას და უნდა რომ არიარო ტაძარში არიარო ამ დროს დედაკაცი როგორ უნდა მოიქცეს აი როცა პირდაპირ ეხება უკვე თუ ცოლ-ქმარი არიან დიახ ძველი აღთქმის ჯული ამბობს რომ თუ დედა ცოლსო უნდა ეს ღვთისათვის საქმეს გაკეთება და ქმარი უძალავსო დიახ წინ აღუდგება ქმარსო ქმარია პასუხისმგებელია ამ დროსო რატო უკძალავს პასუხს უფალი მას მოსთხოვს თუ დედაკაცი ცოლი წინ აღუდგება მაშინ თო გახერხილება და მე ქმარი თავს იმართებს ეგ არის შენი რწმენა არ მემორჩილები არ მისმენ თავს არ იმდაბლებ აქეთ და გამომართალი და ის გამწუთება ხო ასე რომ ეს მახსენდება ერთი შემთხვევა იყო
მაშინ ანჩღეთ ადარში მსახურობდი მე და ახალი ხელდასხმული ვარ და მაგრამ ეს ცნება და ეს დარიგება მახსოვდა მე. ღვთლად თუ დიაგნოზი? არა, ღვთლად ვიყავ და უნდა ვაზიარო და მოვიდა და ცოლი მეუბნება რაღაცას აი ესე და მე კი არ მივიდა, მაგრამ ხმარმა მითხრა ესე და დაქვნა ვარ ოღისი ზიარებისა. კი მეთქი შენ ხარ ღირსი. და დაემოციტათი მეთქი. ვაზიარე. მოვიდა ხმარი. ეხლა ეს თქვენ შორის რაღაც მოხდა ხო? ხო იმას უკეთესი უნდა ხო? შენ კიდე უარი ვთქვი ხო? შენ ვერ გაზიარებო. უბრალოდ იმანაც შეცდო მე შეცდე. არა, იმან შენ იმას მორჩილი გამოიჩინა. და შენ პასუხს აგებ მე იმაში და აბრაზ და გამწარდა უბრალოდ ისაზე მე არ მაზიარებო და ანუ ვითომ დაპირისპირ გამოვიწვიე? არა. ანუ მოგეთ არის ესეთი კურიოზები ხოლმე არ ცოდნით ან მორწმუნეობით ან საერთოდ მგონია რომ მორწმუნეა სიამოვნებაში სიამაყეცავს ადამიანი და როგორც მას უნდა ისე აკეთებს თუ უბრალოდ ვიტყვით რომ უმრავლესობამ არ ვიცით ქრისტიანობა არ თავად ქრისტიანები ხო ეს ყველას ეხება შეიძლება ადამიანი ვესის მოყოლების გამო, პატიმოყოლების გამო დათანხმდეს ის თალთას, რასაც ხადოს იმას არ დათანხმდებოდა. მიხდებოდა რომ ეს არასწორია. ხო, ასე რომ საკუთარ თავს უნდა ებრძოლოს ადამიანი. თავში დაცვენ ბუნების გამოვლინებას. ამიტომ იონასიც ამბობს, მაცხოვრი მე შეინანეთ მოახლოს საზოგადოება. შეინანეთო. სინამდვილეს გარეშე ვერ ენაშაო, სინამდვილეს ვერ დაინდობ თავს, სინამდვილეს თოლიზე ვერ თავისუფლდები. სინამდვილეს გარეშე ესად მეყოფე უფალს. უფალს არ აქვს სინამდვილე, რომ უფალს აქვს თანდაბრობა. მეუფე, აი არ უნდა ეწინააღმდეგოს, მაგრამ მოდი რომ ასე ვთქვათ, უნდა ილოცოს. ახლა გულში რო ლოცულობს, ამას ხო არავინ არ დაუშლის და ვთქვათ, უნდა ილოცოს და ღმერთს არ უნდა მოწყდეს ყოველ შემთხვევაში მაინც. ვთქვათ, ვერ წავა ტაძარში, არ წავა ქრისტიანამდე, მაგრამ მან უფალთან ლოცვა და უფალთან ურთიერთობა უნდა შეწყვიტოს. ხო, მაგრამ შეიძლება ამით მშვიდობა დააყაროს სახში. ოჯახში კიდე შვილებიც არიან. მშობლები შეიძლება იყონ იქ. ხო? აქრის ოჯახში არიან, ქმარი მის ოჯახშია მე მშობლთან და იმათან დაპირისპირდა, არ გაიზარდოს დაპირისპირება. დაიზარდოს არ გაიზარდოს, ხო და ბოლტება არ გამრავლდეს ქვეყანაზე. და ანუ ეს ფაქტია ჯვარის თვარის. და თახტი იტვით ეს ჯვარი ეს მოგეც. რაც ღმერთი ხო ყველაფერს ხედავს მე. მაგრამ ჩვენი თავმოყარების გამო, პატიმოყარების გამო, ჩვენი ვითომ სამართლოს სრულელი, მაგრამ თავის დამდაბლება რო გვიჭერს და შეგვიძლია შეინასვიშიდობა. აი ეს არის ხო? ეს ყოველდღიური ძლევა საკუთარ თავზე და თუ ბუნება შენში არის ყოველდღიური რთული და ძიმე. ალბათ პირველი მტერი იგი მეუფე ჩვენი თავია, ჩვენი შინაგანი მეა, ყველაზე დიდი მტერი ადამიანის, ხო? კი. თქვენ ახლა დღეს ვიცით რომ დაიწყო პეტრე პავლეს მარხვა. ხო და აი ალბათ თელის სამწყოსო ახლა გიყურებთ და აინტერესებთ როგორ არის პირველ რიგში რა ჭამო რა ხო და რა შემოსონ რას ეტყოდით მე უფრო ზაფხულში შემოსოს ნაკლებს ფიქრობენ ხო თავარი მარხვის კანონი არის ისაც ჩვენ ხარ თქვით თანდაბლობა სიყვარული მშვიდობა სიყვარული მოწყალება თავის შეკავება გულს მაცხოვრე აუზო თუ მარხულობ შენდი შენ და გინეილოცო შენ საუნჯეში ანუ შინაგან შენ სამყარო შედია ის მოწესია შენ სამყარო და მოწესი და უთა შენ ცოდებს დაინახავ და შენდობას ითხოვ და სინამდვილე გექნება და არის სხვა სიტყვები მოცხულის არის რომ ესე იგი სასმელი და საჭმელია სასმელს არ იმკვიდრებსო
საზომი არის ეკლესიასთან მის დადგენილებთან ერთობა, უფალთან ერთობა, შინაგანი ხო. და ეკლესია მიცის როგორც კაცად ოთხოვნა კანონის შესრულების პარშელ მობიერება და ალბათ მიტევება. გააშერა სიტუაციაში ადამიანი. და სიბრძნე მორწმუნე ადამიანის შესაძლებელი შემდგომში რომ სწორად განსაჯოს ამ შემთხვევაში როგორ მოიქცეს. მიიღოს ის საკვები თუ ეს ასული თუ არ მიიღოს. და რატო? ეს მისი შინაგანი სამყაროს საკითხია. არა ქიმიური შემადგენლობა თუ სხვა პარამეტრი განსაზღვრავს, რამდენი კალორიები და არა. ეს შინაგანი თანხმობა უფალთან, გარემოსთან, ну, ეს ითვლება მსუბუქ მარხვად, ეს ალბათ მაინც ინტერესებს რა სიმბოლოებს. რომ შაბათ კვირას დაშვებული თევზეული. და მის პროდუქტებს კიდე ვიძახით. ცხიმიანი თვათ კვერცხი იქნება თუ ხორცი მით უმეტეს არა. და ну ვიტყოდით რომ ეხა უკვე იწყება სეზონი ხილბოსნეულის სეზონი მასეული კულტურის სხვადასხვა გვარის კენკრის კულტურა იწყებოდა. ამიტომ კვება არ არის პრობლემა. ეს შენი გადაწყვეტილებაა თანხმობაში თუ არა. იმ შაბათს კი არ გაიძულები და თევზი მიეცო. თუ შეიძლება არ მიიღო თევზი და თუ მოგზაურობაში ხარ, ასტუმრად მიხვედი, მაშინ სხვა საკითხია. გადაწყვეტე რომ ერთობისათვის ჯობია რომ მიიღო ეს თქო შუა კვირაში თევზი. თუ არ მიიღო. გაჩერებისთან ხარ ერთობაში. ულტიმატ ოჯახში მოხვედი, გაგიგებენ. თუ არ არის ეკლესიიდან მორწმუნე, ვერ გაგიგებს. შენ კერძი მოგიბრძოდა, შენ კიდე უარსამობ. ამიტომ თავარი რომ ეს შვიდობა გქონდეს და კეთილი განწყობა სხვა ადამიანის მიმართ. მე დანარჩენი მერე გამოიკეთება. აი ეს სიტყვები მაცხოვრის ჩამავალი კი არ წარწმიდავს კაცს. ამ მომავალი ეს როგორი უნდა გავიქოთ. მე სამ სიტყვების არ ესმის. ну ისაც შემავალი ადამიანში პირით ხო სასაკვები. ну გაივლისო და გადისო მე ორგანიზმიდან. ცუდა იმაში კი არ არის. ცუდა შენ თავში უკავებაშია, შენ ნაკროვანებაშია, გემოთმოყარებაშია. ხო, ამაშია საქმე. და ან განუზომებლად საკვების მიღება ეს მძიმეა. და არამედ გულიდან გამომავალიო. და გულიდან ატარბესატო თუ იქ გამოდის ყველანაირი ბოროტება. შური, ღვარლი, განკითხვა, შეურაცხყოფა, გინება, გმობა, ყველაფერი იქიდან გამოდის. უფე მარხვას ვეხებით და მორწმუნე ადამიანი, აი თქვენ კი ბძანეთ იმათ ერთ-ერთი რუსი მოძღვარი ამბობს, დიდი მარხვა იყო და როგორ მახსოვსო მივედიო სტუმრათო დამპატიჟესო და დამახვედრეს მოხარშული ინდაურიო და ამაშიო თელმა ოჯახმა აკრიბა კაპიკ მიიღო მონაწილეობა რომ პატივი ეცა ჩემთვის. მეც ვავდექი და შევჭამე იმეთვის შეურაცხყოფა რო არ მომეყენებიო. აი ეს ვინ თქვა? რუსი მოძღვარი იყო ერთი მაშინ მსახურობდა საზღვარგარეთ. და ხო, ახლა ეს დანაშაულად ითქმება თუ არ ითქმება? მე გიგაშის. იმან უცბად შეაშულა ეს და მაგრამ ოჯახს არ მეღერა ისინი არ იყო ეკლესიურები ტყის ოჯახი და ახალი დაწყებული იყო. ახალი დაწყებული ქონდათ. დაიცოდნენ, ხო. მაგრამ თავის ბრალია მაშინ რატო არ ასწავლა? ახლა შემოგვიწყება. მაშინ უნდა მიიღოს კიდევ საერთოდ. როგორც თქვენ ბძანეთ, ხო თუ მიხვალო და არა, მიიღე და მოცული ამბობს.
თუ აი თქვა მეზობელი ყავს არ მარჩემთად მეგობროთ და მან დაგპატრის თავისა რაღაცა რეიმე და თუ გინდა მისლო და მიხვალო მოიკითხავ სუფრაზე რა არისო საიდან არის მიერდა თუ გიტყვი ეს ნაკერბავია მაშინ შეჭამო ვიფკაც ხა არის ფიუსეს ეს ქრისტიანია უთხარი ნაკერბავ და მაინც ჭამსო და იმის სიდისის გამო თავი შეიკავე ხა ნუ არ შეჭამო რომ იმან ის გაკითხავში არის შენ გაკითხავში არ ჩავარდეს აი შინაგანი სული ცხოვრება ძალიან ფაქიზი ძაღლია და თვითონ ადამიანს რა შეძლოს ამ შეფასება სოდის სად როგორ ვის მოიქცეს უფერ ახლა აგერ შეკითხვებია როდი შეიძლება ახალშობილი მოვნათლოთ ხო დაბადებიდან 40 დღის შემდეგ ეკითხება ბავშვს ლოცა დედას და ბავშვსაც და მე უკვე შეიძლება მისი მონათლა მაგრამ ეგრე შეავსო თუ თინე მდგომარეობაში ალბათ და გადასულ მაშინ მონათლეთო მე მქონდა შემთხვევა არაერთი ხოდაშია აი მშობელმა და ამერიკა რო ის ორი სამი დღე იმ შობიარა მეულემ და ბავშვი ცოტარი და ექიმებმა რომ აი არ ვიცით როგორ იქნება და თქო რომ შემოვნათლოთ მივიდით მომნათლეთ და მეოდეს გამოკეთა ბავშვი ხო ღვთისმშობლობით და აი ხო კაი გაიზარდა უკვე დიდი არის ზომითაც და ხო და სკოლას დაამთავრა უკვე და ხო ხო შეიძლება ღირს მამა ივანე კონსტანტელი რომ დაიბადა ისეთი სუსტი იყო რომ იმ აქვია ვინც იყო ექიმი ხო მან თქვა რომ არ შეიძლება დილამდე თუ გასტანსო სასწაულად მოიყოს გელი და მონათლეს და აგერ დიდი მამა ეკლესიის გამოდია ივანე კონსტანტელი ეს ჩვენ გასაზრდა ჩვენ და რაც ვიცი თუ უკეთესია ის ვაკეთოთ და თავშეს მეტი გასჭის განაგებს კიდე გონებება ნაი ასეთ შეკითხვა კიდე აინტერესებთ რამდენჯერ შეიძლება ვაკურთხოთ სახლი ზოგადად ამბობთ ერთხელ მაგრამ თუ რაღაცა მოხდა სახლში ესეთი ჯახი ოჯახში ჯახი მოხდა შეიძლება მე შევიგდებიან მე აკურთხონ სახლი და შუბო დავყარდება შეურიგდებიან ერთმანეთს მე სახლი აკურთხონ მოდღე მოიწონ სუფრა გაშალონ ახლო ნათესავი შეიძლება მოიყო რომ მშვიდობა და უხაროდეს ყველას მათ გარშემო შეიძლება არ არის განსაზღვრული მაგრამ დედაძემეს ნუ დააყოვნებთ რომ წელი ხო წრი არის დასრულდა ეს წრი ახალი წრი იწყება მაშინ ახალი ხო დაიწყე აკურთხე სახლი ისე გავიძინე ნუ დაცული იყო შენი სახლი ოჯახი ისოთ მადლი თხადე თუ სახატე გაქვს თუ დილასაღამოს ლოცულო თუ გაქვს წერილი ფსალმუნი სახარება კითხულობ ბუნებრივია შენ თვითონ მოიდობ კურთხევა სახლის და ახლა თუ ისე ზადათ არის ადამიანი და ისე უდებია ამ საქმეში არც ახსოვს სახლი უნდა აკურთხო აი მე ვფიქრობ თქვა დადის ტაძარში მრევლი ქვია დადის ტაძარში უკვე წლებია მაგრამ მისი სახლი ნაკურთხები არ აქვს ან არის ის არა იცის და ეთქვი კიდეც რომ ვაკურთხოთ სახლი აი ხო შეიძლება რომ სახლი ვაკურთხოთ არ აკურთხეს ამას რა მოთხოვნილება არ აქვს ეწყობა მე მახსოვს რომ მამა ჩემი უკვე მძიმეთ იყო რა ბოლო სტადია იყო და ამ დროს მე ბავშვები მომნათლე მეორე ვაჟი და მამას უთხრა რომ აი კონცერტი და შეგვეუბნა გარგიო მოდღარით აგეყონ სახლის გეკურთხებინაო არც ისე სახლის კურთხევა უნდა ხდებოდეს და გამიკვირდა აუ თქოს გარგიო და მე მოდღარით აგეყონ და სახლის კურთხებინაო მე უკვე მიედი მოდას კითხე კიო მაგრამ შენ არ გითხეო და მე ჩემ თქვარ მოვიტვთიო და
ერი მოვიყვეთ სახში და სახლი მიყურთხა. ასე რომ დეობა თაობა მიცის ეს ახლოს, მაგრამ სადო უკვე დიდად ეს უმრავლესობა უკვე დასულია ქვეყნიდან. თქვენ ალბათ ბოლო კითხვა იქნება დღევანდელ გადაცემაში, უკვე დროც ამოიწურა ჩვენი. როგორ მოვიქცეთ, როდესაც სიწმინდეები გვიზიანდება? მათი გადაყრა ხომ არ შეიძლება? გაჩნია ხა რა სახის არის სიწმინდე არის? აი ხატებზე ალბათ საუბარი. დაზიანდა ხატი? დიახ. ნუ თუ მისი აღდგენა შეუძლებელია, მაშინ სახის დაკარგული აქვს ეს ხატი, სიუხვე ხატიც აღარ არის. ამ შემთხვევაში ნუ თუ მცირე ნაწილია დაზიანებული, ძირითადად შეიძლება რესტავრაცია. აი ესეთი შემთხვევა იყო ხუთაისში სხვადასხვა ერთ-ერთ ტაძარში იქ სახურებას ასრულებდი და წმინდა ტრაპეზზე დავინახე ნუ ხატი იყო ამდესღაც. როგორც ჩვენს ხანძარში მოყოლდა თუ რათა და თუ გადაიდურა ალიმას და გადამწვარი იყო და ფრაგმენტი მაცხოვრის სახეზე ჩანდა მხოლოდ. ხელთქმული ხატის. პატარესი აიო და კითხე მოდვას აქ ტრაპეზი რატოა მეთქი და ავიც ერთ მოუჯახიდან მოიტანა ეთკინა რა ესე მოხდა რაღაცა და დამიწვა და დამიყორდეს ხატიო და დამიტოვა მე და მე მეკნავე ხარ და დავტოვე აქ ამასადამედო კარგი მეთქი მე ვისწრაფ ერთ კარგ რესტავრატორს და თუ გამატანო ნახავ მეთქი იგი გამოვიდა სამი გამოვიდა წარმოიდგინე ეხა ის ფრაგმენტი დარჩენილი იყო და მცირედი მაგრამ დამწვარზე მაინც ახაც ხაზები ჩანდა და ის ოსტატია ის მიხდა ეს ხაზები ის მარცხნივობის არის ეს დაპირების არის და გამა ფერთა გამა იმ პატარა მონაკის იცოდა ამ ფერშია და აღადგინა რომ მომაბზანე მე უთხრა დაურეკა მოდას მოდი მეთქი შენი ხატი დაიხედა არ დაიჯერა ეს არის და ხოდა იმ ფრაგმენტის მიხედვით კი ის არის რა ის თვალიო და რომ ეს რესტავრატორები ცოტანი არიან იმიტომ ძალიან შრომატევადია და დიდ გულისხმიერებას იტყობს და დიდ დაკვირვებას იტყობს რომ შენ და დამოკიდებულება შენ თუ ძირფასია კი სხვისი არის მაგრამ ხატი ხო მაცხოვრის არის ღვთისმშობლის არის აი თუ შესაძლებელი მსახურია აღადგინე თუ პატარა და კუთხე მოეწევი ხო შეიძლება ბავშვი რომ მეტკინო იმის გულზე გადააგდებ სახლიდან იმას ხო ყავს თუ გიყვარს გული და ხაც რატო აგდებ იგი ხო აი თქვენ პაციენტის დაუზიანდა რა ეხლა ნუ როცა ხატზე სახე აღარ იკითხება ხო მაშინ ის ხატის არ გავს მიმართვას მაგრამ ამ შემთხვევაში შენ ხო იცი რომ ვინ იყო გამოსახული ასასწაულიან დღესასწაულიან რომელი წინდანი და შეიძლება მის მიმართ მაინც მაგრამ სხვა ადამიანის ის არაფერს თქველი არ არის თუ შენზე დამოკიდებულია ადამიანი ვიღაცა კავშირი გაქვს ვიღაცამ გაჩუქა ვიღაცამ იკურთხა მოდვარმაი და შენ ვერ გაუფრთხილდი მე უკვე ამ ბოლო დროს გახში და ასეთი შემთხვევები არ უნდა ხატები იგი მაწუხებს მოიტანებენ ტაძარშტუებენ და ერთხელ ჩვენ ტაძართან ნაგვის ყუთან ნახე დაყრილი ხატებით ავიღე მე და წავიღე და აი როგორ უნდა გააკეთოს ეს მეუფე ნუ ეს შეიძლება არაფერი დაზიანებული არ ქონდა მოტანილი ქონდა ასე პატარა მცირე ზომის ხატები და დაუდიათ იქ ნაგვის ყუთი შეიძლება არ ვიცი გითხრა რატომ ხდება ეს და მახსოვს ერთი ნუ იტყობთ სასწაული სადღაც მეშნებსობრივ კრებაზე ერთ-ერთი ის მონაყოლი არის ეს დიახ რომ სადაც პალესტინაში ქალაქში ოჯახი ცხოვრობდა ქრისტიანი
მე ავიდე სასულს ხარ და გაყიდი სახლი და ავიდე. და ერთმა იუდეელმა შეიძინა სახლი. შემოვიდა და ალაგდა და დაინახა მასროს ხატი დარჩენილი იყო კედელზე. არც ხაი მოჯახის იყო დატოვა, შემოვიდეს, გაახსენდეს და აიღოს და იყო ხატი, ხაც არ ახლებდა მას იყო და იყო. გავიდა ხანი და მოძღვარი მოვიდა მისი რაბინი და რაცა იყო, სუფრა იყო და შემჩნია ხატი მათხოვს. გიმორ ეს ადგინ დავშენა. ჩვენ წინაპრემ ესო ჯვარსაც ესო და შენ ადგინდა ესო მოიდა და დაუდახა ეს თანამემულებს აი ხა ხა მოიდა ჯვარ ცვა და რაცა ჯვარი გამოსახეს და ზედმე მიეჭედებინა და სახის მოხდა უსმანი სიხე წამოვიდა ისე გააუგდა რომ უცოცხალი ყოფილაო და შენდობა იწყო და მოინათლენ ეს იმ მისებსებაზე ერთ-ერთი ფაქტი რომ დამასკის ეს ხელი რო გაუმთელდა ტევანი და რომ ხატი სულდება რაღაცას თვითონ ხატი მაკავშირებელი პირის სახესთან ვის სახეც არის და შეიძლება მოხდეს შენ და მოსაქცევად შენ და სასიკეთოდ კი არ გემდურის არამედ აი მოთად ასე რომ დიდი მადლობა თქვენებმა მოგზაურობისთვის ვიცით რომ ყოველთვის დაგებული ბრძანდებით ყოველთვის დატვირთული ბრძანდებით და ამ დროს რომ გამონახავთ რომ ჩვენთან მოხვიდეთ და გადაცემაში მიიღოთ მონაწილეობა ყველას გვახარეთ მეუფე დავამშვიდობოთ ჩვენ ტელემოგრაფს თქვენი მეუფება გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე